ნაშვებით ბანდა ხართ რეპერულად და უბნურად და თბილისურად მეტი არ მინდა ბიჭო არ იყოთ ჩემო თბილის ქალაქო შენმა დარმაციდარა შენი ხარე ოღონდაც მეტი არა მინდარა მე მიყვარს ჩემი პარტია მე ჩემი პარტიისთვის საკუთარ თავს გავწირავ ჩემი პარტია ჩემი განძია ყველამ ერთად ჩემი პარტია ჩემი განძია ჩემი პარტია ჩემი განძია არა მოდი ხა რეალურად ვისაუბროთ თქვენ თუ გონიათ რომ ეხა ზაზაზე რამით უკეთესი ვარ არა მეგობრებო მე სუგეუბნებით ხოლმე რომ გმირად ნუ გამოკავარ და ნუ ზაზა მეც გმირად გამომყავდა იმიტომ რომ ნუ მაშინ პატარა ვიყავი თორე ეხა ამასაკის რო ყოფილიყავი ამასაკში არავინ გამომყავს უკვე გმირად უბრალოდ ზაზას უსმენდი მეც რა ვიცი პატარა რო ვიყავი და ყველა რეპი ზეპირად ვიცოდი რომ მეთქი ქუჩების ხმა და უბანი და აი მეთქი რას ამბობ ძმა თბილისისთვის ბიჭო თბილისისთვის ძმა მე ყველაფერს გავწირავ მაგრამ ჩემი პარტია ჩემი განძია არა ნუ დგება ყველა ადამიანის ცხოვრებაში რეალობა მოდის ბატონი რეალობა და გეუბნება რომ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელიო და ამ დროს სხვა გზა არ გაქვს ანუ რა უნდა გააკეთო მართლა აი მართლა არ მესმის რა უნდა გააკეთო რო რა თავში აკლა და მე გეუბნება ეს ბატონი რომ აი ხაო დამჭირდებაო ეს ბოდიში საკმარისი არ არისო აი ხაო დამჭირდებაო სიმღერა რო ჩამიწერო შენ წეუბნები დიახ ჩაგიწერთ სიმღერას უწერ სიმღერას და მე ხალხი გეუბნება რომ რატო გაყიდეო შენი ღირებულებებიო და ამ შემდეგ ბიჭო თქვენს გაყიდიდით ძმებო და დებო თქვენს გაყიდიდით მართლა დამიჯერეთ რა ანუ ვიცი რომ რაღაც დეპრესიული გადაცემა გამომდის მაგრამ აი რაზე ვიღადაო იმიტომ რომ სულ ვუყურებ მეორე კუთხიდან რა რეალური კუთხიდან და არა იმ კუთხიდან რომ აი ყველა მეომრები ვარ და რამე კაი მეომრები ვართ აი მაგალითად თქვენ მე მიწერთ რომ აი 100 კომენტარი რო ქონდეს ამ ვიდეოს აუ მიშა მეომარი ხარ ძმა მგლები ვართ ქართველები და რამე და მე ვიღაც ტიპები მადგებიან რა ვიცი მე შეზეს მინისტრი მოდის ჩემთან და მაკაჩავებს და მაგდროს რას ვაკეთებ იმას ვეუბნები რომ აიცი რა ძია მე ჯიგარო ბატონო ავთო ჯიგარო თუ რა ერქვა ბატონო ავთო ჯიგარო მე 100 კაცმა დამიკომენტარა რომ გელი ხარო და აგე აი თუ ანუ რას ვაკეთებთ მაგდროს ყველასთვის მარტივია ესე შორიდან განსჯა მეგობრებო გონია თუ არა რომ გაყიდა ზაზამ საკუთარი თავი კი გონია თუ არა რომ სხვა გზა ჰქონდა არა აი ხალხი რო უწერთ ეხა რა Facebook-ზე და რა ვიცი ყველგან კომენტარებში რომ აუ ეს გამყიდველი და რაღაც საკუთარ თავს უღალატა და აბაო სიმართლეო და რამეო და აი Game of Thrones-იდან რა სამეფო კარის თამაშებიდან მახსენდება სერსეის სიტყვები როდესაც ნუ მოკლედ აგიხსნით ვისაც ნანახი არ გაქვთ სერსეი არის დედოფალი და დედოფალთან მიდის ერთ-ერთი ნუ რაღაც სამეფო კარის მსახური რა და ეუბნება ისეთ საიდუმლოს რისი გამჟღავნების შემთხვევაშიც დედოფალს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნება რა ანუ მთელი ხალხი უარყოფს და ესე ეუბნება ამას ესეთი სახით რომ ხედავო მე შენი საიდუმლო ვიციო და მე ეუბნება რომ ცოდნა
ძალა. და ამ დროს სერსეი თავის იმეებს ეტყვის მსახურებს, რომ დაიჭერეთო, ყელი გამოჭერითო, ეგრევე დაიჭერენ, მიადებენ დას. უიო, გადავიფიქრეო, აღარ მინდაო, რომ ყელი გამოჭრათო, უკან დაიხიეთო, შეტრეალდითო, ეხა თვალები დახუჭეთო. და მე მიდის სერსეი და ძალა არის ძალა. და რეალურად ეგ არის საი როგორი ცხოვრებისეული, იცით რომ ბევრს გონიათ რომ აი სიმართლეა ძალა, მიდი მიშა შენ სიმართლე იბაზრე და მიდი ზაზა შენ სიმართლე ილაპარაკე და შენ გაიმარჯვებ. არა მეგობრებო. ძალა არის ძალა. ხო და რავი რა გიყოთ მოკლედ რითი დაგამშვიდოთ, რითი დაგაწყნაროთ. არაფრით, უბრალოდ როგორც ყოველ ვიდეოში ყველას გისურვებთ რომ იყოთ რეალისტები. არ გააკუმიროთ და გააკერპოთ ვინმე და არ დაიჯეროთ რომ ვინმე, აი ამას თუ ამისი ჯერა არასდროს შეიცვლება და ეს არის მართალი კაცი. არა მეგობრებო, მე მოვა სერსეი და ეტყვის თავის მსახურებს რომ ყელი გამოჭერიო და ამ დროს უი მამენტ არც ისე მგონია რომ მე მართალი ვარ. დიახ, მართალი თქვენ ბრძანდებით. არ გაუმჭრათ ყელი, კარგით? ეგაა რა. Full energy-ს უღრმესი მადლობა რომ არ მიტრაკებს არაფერზე. ძალა არის ძალა და არა ის ცოდნა და სიმართლე და უბნების ხმა და თბილისის ხმას აჟღერებ ძმა და შენ ხარ მართალი და არაფერი მოგივა. არა, ყველას ყველაფერი მოუვა თუ ძალა გადაწყვეტს რომ ძალა გამოიყენოს. კოცნით მიყვარხართ, მაპატიეთ დეპრესიული ეპიზოდისთვის, უბრალოდ ერთი სამმა კაცმა მომწერეთ რომ ჩაწერო ამ თემაზეო და მეთქი კაი ჩავწერ ჯანდაბას თქვენი თავი. ასე რომ მომწერეთ ხოლმე Instagram-ზე რა თემაზეც გინდათ რომ ვისაუბრო, მაგრამ ნუ ეხლა ყველაზე ვერ შეგპირდებით რომ სასაცილო იქნება. ჩემი დღეს მოვიფიქრებ ხოლმე ეგ სასაცილო იქნება, იმიტომ რომ ეს სასაცილო თემებს ვარჩევ, მაგრამ თქვენ რასაც წერთ რომ ბიშა იბაზრე და ამაზე გინდა თუ არა იღადავე, ვერ ვიღადავებ. ხმა მიეცით ჩემ კანდიდატს სიმართლეა ძალა.